წმინდა მღვდელმთავარი გაბრიელი, ქიქოძე, რა არის მკითხაობა, ანუ მარჩიელობა. ესრედ ვიწყებ მეთქმად იმ ცუდს ჩვეულებაზე, რომელი გავრცელებულ არის თითქმის ყოველთა სოფელთა შინა და რომელსაც თქვენ დაბიურად უწოდებთ მკითხაობასა, ანუ მარჩიელობასა. მართალია, მრავალთა სოფლების ეკლესიათა შინა მithქვამს მე ამ ჩვეულებაზე, თუ ვითარი მავნებელი არის იგი და წინააღმდეგი საღვთო ისას ჯულისა. გარნა ჩვეულება იგი ესეოდენ არს საძაგელ და ბოროტ, რომელ 1000-ჯერ რომ განვიმეორო სიტყვა მას ზედა, ისიც არ იქნება ნამეტანი. რა არის მკითხაობა, ანუ მარჩიელობა. მკითხაობა ანუ მარჩიელობა ის არის, როდესაც რომელსამე სოფელსა შინა გამოჩნდება კაცი, ანუ დედაკაცი, ცბიერი, ცრუ და შეხედავს რა, ვითარი უმეცარი და გამოუცდელი არის დაბალი ხალხი და ადვილად იჯერებს იგი ყოველსა ცრუსა და უცნაურსა ან ბავსა. გამოაცხადებს, ვითომც მას შეუძლია შეტყობა ყოვლისა საიდუმლოისა. მან იცის მიზეზი ყოვლისა ვნებისა და უბედურებისა. მას შეუძლია მოსყობა ყოვლისა ვნებისა და ზარალისა. თუ ვინმე გახდა ავად სოფელში, კითხავი მოუგონებს და ეტყვის მას რაღაცა უცნაურსა და გაუგონებელსა მიზეზსა, ვითომც მას უწყრება ხატი რომელიმე, ან სალოცველი საყდარი და მოიგონებს სხვათა ესრეთთა გაუგონებელთა მიზეზთა, რომელნიც არიან ერთი მხოლოდ სიცრუე. ხშირად მომხდარა, ჩვენ თვითო ართ ამისი მოწამე და მნახველი, რომელ მკითხავს ანაცვლად მორჩენისა, მოუკლავს ავადმყოფი და დაუთესია უკმაყოფილება და მძულვარება მეუღლეთა შორის, მეზობელთა შორის, გარნა, მოკლეს სიტყვით არ აღიწერება ყოველი მნება, რომელს სამკითხავი მოახდენს სოფელთა შინა. ამისათვის გეტყვით თქვენ, ძმანო ქრისტიანენო, მსმენელნო ჩემნო, ნუ ატყუებთ თავთა თქვენთა, ნუ ჩააგდებთ თავთა თქვენთა ხელთა შინა მკითხავთასა. თუ ვინმე დაიჩემოს მორჩენა, რომლისამე ავადმყოფისა, მაშასა და მე პირდაპირ მისცეს რომელიმე წამალი. გარნაოდეს, ნაცვლად წამლის მოცემისა და დარიგებისა, ვინმე მოტყუებით იწყებს მოგონებასა, სხვათა და სხვათა უცნაურთა მიზეზთა. იწყებს მარჩიელობასა წყალზე, ანუ ლობიოზე, ანუ სხვათა რომელთა მეუგუნურთა მოქმედებათა. იცოდე, რომ იგი მცბიერია, მას უნდა შენი მოტყუება, მოერიდე ესრეთთა კაცთა, თუ შენი თავის სიკეთე გსურს. ახლა ის ვიფიქროთ, რა მიზეზი არის, რომელ ესრეთნი მცბიერნი და ცრუნი მკითხავნი ასე ადვილად ატყუებენ დაბალ საერსა. მიზეზი აქ მეტი არაფერი არის, მხოლოდ ერთი, უმეცრება და უსწავლელობა. როგორ არ მოტყუდება ის კაცი, რომელმან არაფერი არ იცის, ქრისტიანი არის და მამაო ჩვენო არ იცის ზეპირად, ზოგჯერ პირჯვარს ვერ დაიწერს კანონიერად, უმეცარი და დაბნელებული ხალხი ყოველთვის გახდება საშოვარი ცბიერებისა მკითხავისა. კითხავს რა ენაღლება, იგი ეძიებს მხოლოდ თავის სარგებლობასა. სიცრუეს ეტყვის და საჩუქარს მიიღებს, ძღვენს გამოართმევს. რა წამალი გაეწყობა ამას, რით მოისპობა ეს უწესობა, ერთითა მხოლოდ, სწავლითა და განათლებითა. ვიდრე მდის დაბალი ერი თვითონ არ მიხვდება, რომ მკითხავი მას ატყუებს, არ მოიშლის მკითხავის გაგონებას და ამას მიხვდება მხოლოდ სწავლითა. მაშასადამე ყოველი კაცი იმას უნდა ცდილობდეს, რომ რაიმე ასწავლოს თვისთა შვილთა. ამინ.